გიფიქრია თოდესმე რამდენ წუთს ცხოვრებას კარგავს წარსულსა და მომავალზე ფიქრებში. დღეს მოვისმინე ერთი ძალიან საინტერესო ისტორია ერთი კაცის შესახებ, რომელიც არასდროს ცხოვრობდა ამ მომენტში. ყოველთვის წარსულში იყო გაჭედილი, შეცდომებს ნანობდა, ტკივილს ინახავდა და მომავალზე მუდმივად ფიქრობდა, შიშობდა რა მოხდებოდა. ასე გადიოდა მისი ცხოვრება, მან კი ვერ გააცნობიერა ის, რომ მთავარი ცხოვრების ეს წუთი და ეს მომენტი იყო. ერთ დღესაც მან ფსიქოლოგს მიმართა, რომელმაც მას ძალიან მარტივი რამ ასწავლა, რომ ჩვენ ცხოვრობთ ახლა ამ მომენტში, წარსული უკვე დასრულებულია. მომავალი კი ჯერ არ დამდგარა. ერთადერთი რაც მართლა აქვს ადამიანს, ეს არის ამ მომენტში ყოფნა. ამ ისტორიამ გამახსენა საკუთარი თავი, თუ რამდენი დრო დავხარჯე წარსულზე სინანულში და მომავალზე ფიქრში. თუ შენც გრძნობ, რომ გაჭედილი ხარ წარსულსა და მომავალში, უბრალოდ გაჭერდი, ისუნთქე ღრმად და დაინახე, რომ შენ ახლა ცოცხალი ხარ. სუნთქავ, გრძნობ, იაზრებ, გრძნობ ყველაფერს შენს გარშემო. ეს დრო შენი სამყაროა. ეს არის სიცოცხლე და ეს საკმარისია.